პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კუმისში ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ფერმერებმა პარტიის წარმომადგენლებს პროგრამის ფარგლებში დამუშავებული მიწის ნაკვეთები დაათვალიერებინეს და სოფლის პრობლემებზე ესაუბრნენ. სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო პროგრამა თვეზე მეტი ამოქმედდა და როგორც კუმისელები ამბობენ, მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ბარავით აქტიურად სარგებლობენ. ადგილობრივების განცხადებით იმ მიწების მოხდაც კი მოხდა, რომლებიც 20 წელია არ დაუმუშავებიათ. ძალიან ბევრი რამე კეთდება, როგორც თვითონ ადგილობრივები აცხადებენ, 20 წლის მოუხნავი მიწების მოხსნა მიმდინარეობს დღეს. ამით საფუძველი ეყრება, რეალურად ეყრება საფუძველი სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რაც მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა არის, გადამწყვეტი თემა არის. ხალხი ძალიან დიდი კმაყოფილია, 20 წლის მოუხნავი მიწებია. ყამირები იხნება. წყალზეა ახლა დამოკიდებული მელიორაცია როგორ იმუშავებს, წყალი როგორ იქნება. თუ წყალი იქნება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება რა. დაუბრუნდა მიწა გლეხი და მიდის მუშაობა რა ვიცი. სასოფლო-სამეურნეო ბარათები ყველა მაიღო აბსოლუტურად მოსახლეობამ. მე როგორც იყო ზოგს დამუშავებული ქონდა აბრუნებს უკან. დანარჩენები 90%, 80% ყველა ხნავს აბსოლუტურად. არანაირი პრობლემა არ შექმნია არც მექანიზაციის ცენტრისგან. აი მთელი სოფელი ჩართული ამ პროცესში რა, რომ ყველას უნდა აბსოლუტურად რომ მიწა დაამუშავოს.